პირველ რიგში რას ურჩევთ ხოლმე მწვრთნელის დამწყებ მწვრთნელს, რომელიც პირველი კურსის რა უნდა მიიღუტანოს ბავშვს პირველ რიგში. პირველ რიგში უნდა უყვარდეს ის ბავშვები და ის გაცნობიეროს, რომ აქ ის არის იმისათვის, რომ ამ ბავშვებს შეაყვაროს რაგბი, შეაყვაროს დღეს ჩვენ კონკურენციაში ვართ ჩაბმული და მადლობა ღმერთს საქართველოში სპორტის ბევრი სახე არის დღეს განვითარებული და ანტონ შენც კარგად გახსოვს ალბათ და გიორგი რომ ერთი პირობა ამ უღელს მარტო ეწეოდით ჩვენ რაგბი იყო ერთადერთი სპორტის სახეობა რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე რაღაც წარმატებები ჰქონდა და დღეს ახლა ძალიან ბევრი სპორტის სახეობა სათამაშო სახეობებიც კი რომელიც გუნდურები რომლებიც ესეთ წარმატებებს აღწევენ ამიტომ ეხა იმ ბავშვმა რაგბი უნდა აირჩიოს, აი უკვე არჩევანი გაჩნდა ბევრი და რაგბი უნდა აირჩიოს. რაგბი რომ აირჩიოს, იქ უნდა პოზიტიური გარემო იყოს შექმნილი, მშობლისთვისაც, ბავშვისთვისაც, რომ მოდის ეხა იქ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, მწვრთნელის აი გარეგნულ სახესაც მნიშვნელობა აქვს. როგორი ლექსიკით მეტყველებს, რა ჟესტებს იყენებს, ხეულის ენას რა ცვია, ხო როგორი მოწესრიგებულია და ასე შემდეგ. რა გარემო დახვდება, რა თქმა უნდა, დღეს კიდევ აი მადლობა ღმერთს კიდევ რომ აი შეუდარებლად უკეთესი პირობებია ბავშვების სავარჯიშოდ, ვიდრე იყო თქვენ კარგად გახსოვთ. თქვენ სად ვარჯიშობდით და დღევანდელი ბავშვები სად ვარჯიშობენ. ხო და ნუ აქედან გამომდინარე ესეა, მაგრამ ნუ როგორც ყველა საქმეში იცით არის რა ხალხი რომელიც კარგად ართმევს თავს საქმეს და რომელიც არც თუ ისე კარგად რა და ერთ რამესაც დავამატებ რომ აი რა ვიცი ძალიან არ გამიგძელდეს სიტყვა რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აი ამ საქმეში ძალიან ასე ვთქვათ კარგ შედეგს მივაღწევდით თუ ყველა გუნდში იქნებოდა ისეთი პიროვნება, აი ანტონი დამეთანხმება, აი კარგ გუნდებში გაგშენა თამაშები, აი ტექნიკური დირექტორი, რაგბის დირექტორი, რასაც ქვია რა, რომელიც კლუბში სპორტული მხარე კლუბის, ანუ მწვრთნელების მუშაობა, გუნდების მომზადება და ეს კაცი უკეთებს კოორდინაციას იმას. ეს როგორც წესი არის უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელი, რომელს დიდი გამოცდილება აქვს და პრაქტიკულიც და თეორიულიც. სწორედ ის არჩევს ჯერ ერთი მწვრთნელებს და შემდეგ კონტროლს უწევს მათ მუშაობას. რას მუშაობენ, როგორ აკეთებენ, რა გეგმა აქვთ, ბავშვების მწვრთნელი რას აკეთებს, რა მიზნებს ეს კაცი უსახავს მიზნებს იმას რა და ახლა თქვენ თქვით რომ იქ ხმაურია, ყველას მოგება უნდა, მოგება არის თავარი პრიორიტეტი მშობლებისთვის და სამწუხაროდ ხანდახან მწვრთნელებისთვისაც. ამ დროს ჩვენ ფესტივალს იმიტომ ვარქმევთ და ფესტივალს იმიტომ ვათამაშებთ ბავშვებს, რომ იქ არ არის ხა არც გავარდნა, არც მედალი, არც შემდეგ დონეზე გადასვლა და ასე შემდეგ, ხო? და აი ეს უნდა გააცნობიეროს მწვრთნელმაც და მშობელმაც რა თორე ბავშვისთვის ის მსოფლიო ჩემპიონატია იმაზე მაგარი შეჯიბრი იმას არა აქვს და ნერვიულობს და იცინის და ტირის და მაგრამ აი ეს მწვრთნელი და მშობელიც რო ამ ბავშვს ებზღავსება ამ ემოციებში ეგ არის უკვე ცუდი რა მე და ამიტომ აი უნდა იყოს თვითონ კლუბმა უნდა არეგულიროს ჩვენ ყავს სმენელები, ზოგი აიღებს იმ სერტიფიკატს, ზოგი ვერ აიღებს, მაგრამ ჩვენ ფიზიკურად ვერ შევძლებთ, რომ ყველასთან კლუბში მივიდეთ და ვამოწმოთ ის როგორ მუშაობს. ამიტომ ყველა კლუბში უნდა იყოს ეგეთი კაცი და ჩემი აზრით ჩვენ ადრე თუ გვიან მივალთ აქამდე რა.